Დღის სხვა მთავარი თემები სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული პირები გაამართლა. გამოძიებამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება გაყალბებას ედავებოდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ ისინი 2013 წლის 14 ნოემბერს გაამართლა. სახელმწიფო ბრალდების რევაზ ბაღაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენი გამართლებულების გიორგი ნემსიწვერიძის, ალექსანდრე ხეთაგულის, დევი კანდელაკის, იზაბელა გუტიძის, კახაბერ გამენიას, ნიკა გვარამიას და აშოტ მანუკიანის მიმართ უცხოურად იქნეს დატოვებული. განაჩენის საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. და რა შეფასებები მოყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიამ გაფრინდაშვილი გვეტყვის. მარიამ, გისმენთ. დიახ, სააპელაციო სასამართლომ როგორც უკვე მოისმინეთ, ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი და მასთან ერთად ბრალდებული ყველა პირი გაამართლა და ამით ძალაში დარჩა 2013 წლის გადაწყვეტილება. რაც შეეხება თავად გამართლებულებს, ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, რადგან ამ საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რაც მათ ბრალს დაამტკიცებდა. მე შეგახსენებთ, რომ მათ გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება გაყალბებას ედავებოდა. ელოდი გამომდინარე იქიდან, რომ ლოგიკურად და სამართლებრივადაც მხოლოდ ასეთი შედეგი შეიძლება დამდგარიყო, თუმცა რა თქმა უნდა მოულოდნელი შეიძლება და არც ყოფილიყო გამომტყუნებელი განაჩენი, იმიტომ რომ ხელისუფლება ძალიან შეეცადა, რომ გამომტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, მაგრამ სასამართლომ ბოლომდე დაიცვა თავისი ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე და გამოიტანა სამართლიანი და კანონიერი განაჩენი, რაც საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვდა მათგან. სამართლიანია და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, იმიტომ რეალობაში არაფერი ამოხარა, ასეც ბრალდების კატეგორიულად ვარყოფით თავიდან. ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო ეს პროცესი, თუმცა ესე გადაწყვეტეს და საბოლოოდ სამართლიანობამ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა და როგორც ნახეთ, სრულიად ყველა მოხში, ყველა ასვათ აბრალდებული გამართა სასამართლომ საკმაოდ ასე ვთქვათ შინაარსობრივად შეისწავლა ეს ყველაფერი და ჩვენი არგუმენტებით შინაარსობრივად გაიზიარა და განიხილა და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ ბრალდების მხარე ამას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ჩვენ რა თქმა უნდა შესაბამის არგუმენტებს იქაც წარმოადგენთ, თუმცა ამ გასაჩივრებას ალბათ შედეგი არ მოყვება. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა დღევანდელ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი გაეცნობიან მოსამართლის დასაბუთებას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ იმსჯელებენ იმის შესახებ გაასაჩივრონ თუ არა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში. დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, თვლით რომ საქმეში ჩვენ წარდგენი გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რაც ძლევა საფუძველს გონივრებმა დადასტურდეს წარმოდგენი გამართლებული დანაშაულის ჩადენა. არ ველოდებოდით აქედან გამომდინარე. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის რიგით მეორე გამამართლებელი განაჩენი ამ საქმეზე, როგორც უკვე მოისმინეთ, ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე დღევანდელ გადაწყვეტილებას. მადლობთ მარიამ.